პატიცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო მოგესალმებით, მე გახლავართ ადვოკატ ზაზა ხატიაშვილი, უფლებადამცველი და წარმოგიდგენ ჩემს მორიგს საავტორო გადაცემას. Ყველა წინა საავტორო გადაცემა ეძღვნებოდა სამართლიანი სასამართლოს არარსებობას საქართველოში და იმ ნეგატიურ მოვლენებს და ზიანს, რასაც სამართლიანი სასამართლოს არარსებობა იწვევს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იცვლება, იმიტომ რომ რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ უნგრეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და 16 წლის განმავლობაში მართველი პარტია დამარცხდა ოპოზიციასთან. ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ უნგრეთის ოპოზიცია მოუწოდებდა მოსახლეობას მისულიყვნენ არჩევნებზე და თუ იქნებოდა მაღალი აქტივობა საპარლამენტო არჩევნებში მათ ექნებოდ გამარჯვების საკმაოდ მაღალი შანსი. მე მინდა პარალელი გავავლო პატიცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო ქართულ ოპოზიციასა და უნგრეთის ოპოზიციას შორის. 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა გაიმარჯვა, მაგრამ გაიმარჯვა ჩემი აზრით უსინდისო მეთოდებით. მიუხედავად ამისა, 2024 წლის ოქტომბერში თბილისი ივანიშვილის რეჟიმმა წააგო. 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი ზიზღი ჩემი აზრით მინიმუმ გასამაგდა, ვინაიდან 200,000-იანი აქციები იმართებოდა თბილისში, რომელსაც არბევდნენ სასტიკად, უსწორდებოდნენ მომიტინგეებს, ხდებოდა არადამიანური, არახუმანური მომხრობა ადამიანების წამება და ასე შემდეგ. 2025 წლის არჩევნებში სამოქალაქო საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ ივანიშვილის რეჟიმის თბილისში არჩევნები ჰქონდა წაკებული. ერთადერთი შანსი, რომ ივანიშვილის რეჟიმს ჩემი აზრით არჩევნები მოეგო, ქართული ოპოზიცია უნდა გამოსულიყო ლოზუნგით და ეთქვა ხალხისთვის არ მიხვიდეთ არჩევნებზე. ეს არის სამშობლოს ღალატი. მე მინდა შეგახსენოთ 2013 წელს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის ავტორიტეტი იყო მაღალი, მათ დაჭირდა თბილისში არჩევნებში მეორე ტური თბილისის მერის არჩევნებზე და 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებში, ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში და მერის არჩევნებში მიიღეს 70%. შევადაროთ, რა გააკეთა ქართულმა ოპოზიციამ და რა გააკეთა უნგრეთის ოპოზიციამ. უნგრეთის ოპოზიციას უნდოდა მოეგო არჩევნები და ხალხს მოუწოდა, რომ მოსულიყვნენ არჩევნებზე. საქართველოს ოპოზიციამ ჩემი აზრით, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, სავარაუდოდ გაყიდა ეს არჩევნები და თბილისი ჩააბარა ივანიშვილის რეჟიმს. ძალიან კარგი ჭკუის სასწავლებელი არის ეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ 200,000-იანი აქციები თბილისის მერის არჩევნების შემდეგ დაიშალა ფაქტიურად და 1000-დან 20000 კაცამდე დგას დღეს ადამიანებმა დაეცა აქტივობა საპროტესტო აქციებში. აი ეს გააკეთა ქართულმა ოპოზიციამ და იმ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ არჩევნებზე არ მიხვიდეთო. ისმის კითხვა, თუ არ მიხვალ არჩევნებზე, რანაირად უნდა შეცვალო ხელისუფლება. თქვენ ახლა წარმოგიდგენიათ, რომ უნგრეთის ოპოზიცია რომ მოქცეულიყო როგორც ქართული ოპოზიცია და მოეწოდებინა არ მისულიყვნენ არჩევნებზე, უნგრეთში 2,5 მილიონი მიიღო ბატონმა ორბანმა და ორბანი აიღებდა ხმების 80%. რო არ მისულიყო უნგრელი ხალხი და ოპოზიცია ყოფილიყო გარიგებული მართლ პარტიასთან. აი ამ პრობლემებზე სასაუბროდ დღეს მე მოვიწვიე ჩემს ავტორო გადაცემაში ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, ზნეობრივი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში იშვიათი მოვლენაა. ბატონი კახა კუკავა. ბატონი კახა, დიდი მადლობა მომბრძანებისათვის. ძალიან დიდი პატივია თქვენი მომბრძანება ჩემს ავტორო გადაცემაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელა პოლიტიკური გამოცდილების ბუმბერაზი პოლიტიკოსის შეფასება აი მოვლენებთან მიმართებაში, რასაც ადგილი ჰქონდა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში და ეს რა გავლენას იქონიებს პატიცემულო კახა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და შეფასებებისთვის, ცოტა გადაჭარბებულიც. და კი, მეც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ თემას უთმობთ ყურადღებას, იმიტომ რომ ეხლა სანამ თქვენ საუბრობთ, თან პარალელურად ვადევნებდით ვაყურს ინტერნეტში ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებს და არის ერთმანეთზე უფრო არაადეკვატი. აი ყველაფერს ცდილობენ რომ გამოიყენონ პროპაგანდისტულად და ნაკლებად ანალიტიკური მიდგომა. ნუ ხელისუფლება ამბობს რომ რა მნიშვნელობა აქვს ორბანმა მოიგო თუ წააგო, მადიარით ჩვენი ძმაკაცი არისო.
გააკეთეს ეს განცხადებები, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ გუშინ იმედზე გადიოდა ერთმანეთზე უფრო არაადეკვატური სიუჟეტები, რომ მადიარი ეს არის deep state-ის აგენტი, რომელიც იქ მაიდანს გეგმავს და ამ შემდეგ. და მეორე მხრივ სააკაშვილის განცხადებები არის აგერ ციხიდან, რომ მადიარი თორმე იწყებს იქ გამოძიებას რუსეთის, საქართველოს და ორბანის წინააღმდეგ. ეს რა თქმა უნდა არის არაადეკვატური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. მადიარის გამარჯვება არის ჩემი აზრით ჭკუის სასწავლებელი, სწორედაც კიდაც ქართული ოპოზიციისთვის დაარქვით ეს და კიდაც მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის, რომ უნგრეთში შესაძლებელი გახდა ძალიან პოპულარული ლიდერის ორბანის დამარცხება რაღაცა განსაკუთრებული გარემოებების გამო, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ორბანს ის იმიჯი რაც დღეს აქვს, რასაც ცდილობენ რომ შეუქმნან ავტორიტარის თუ პრორუსის თუ ასე შემდეგ, ეს უკვე წლებია აქვს, მაგრამ ის დაუშვათ წინა არჩევნებში არ დამარცხდა. ის რომ ორბანი არანაირი ავტორიტარი და დიქტატორი არ არის, ის ძალიან კარგად გამოჩნდა იქიდანაც, რომ მოიქცა ისე როგორც იქცევიან კლასიკური დასავლური ლიდერები, ყოველგვარი რაღაცა პრანჭო გრეხვის გარეშე, იმავე საღამოს, როგორც კი ცნობილი გახდა წინასწარი შედეგები, გააკეთა ის, რასაც უნდა აკეთებდეს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი. რასაც არ გააკეთებს არასოდეს ივანიშვილი. რასაც არასოდეს არ გააკეთებს ივანიშვილი და ნუ აღარ ახლა მაგას რო გავაგრძელოთ, რომ საუბრობდოთ როგორ მოუწევს ძალაუფლების და კარგვა ივანიშვილს და მე მაგისი მაგალითები მოვიყვანოთ, მე ვიღაცა ბრალს დაგვიდებს რომ მაგისკენ მოუწოდებს. არა, მაგრამ სამწუხაროდ თვითონ მიაქანებს თავს ტრაგიკული აღსასრულისკენ. ორბანი იყო ძალიან პოპულარული ლიდერი, რომელიც ეხლა რატომ მოყვა მთელ სოფლიოში ასეთი ამბავი. ეხლა უნგრეთი საქართველოზე ოდნავ დიდი ქვეყანა არის და უნგრეთის არჩევნები წესით არ უნდა განიხილებოდეს ისეთ პლანში, როგორც განიხილება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორბანი არ იყო მხოლოდ ერთი ქვეყნის ლიდერი. ის გახდა პრაქტიკულად მთელ სოფლიოში მოახდინა ტექტონიკური ცვლილება, რა ცვლილება მოახდინა, ასე რომ ესე იგი ყოველთვის ეს მიმართულება, მე ვიტყოდი რომ ის იყო კონსერვატიული მიმართულების ლიდერი, ამას დასავლერმა ლიბერალებმა, ან ლიბერასტებმა, როგორც უწოდებენ, მიაკრეს იარლიყი, რომ ეს იყო ულტრამემარჯვენეობა და ჰომოფობობა, სერიოზულად შესაძლებელი კონსერვატიული მიმართულება და მუდმივად ცდილობდნენ ამ ძალების მარგინალიზაციას. იურიდიულად, პროპაგანდისტულად ყველანაირად მათთვის ხელი შეშლას და მოახერხეს კიდევაც საფრანგეთში მაგალითად იცით რომ ლეპენი, ნუ მამა ისე მოკვდა რომ არ აღირსეს საერთოდ არც ერთ საკანონმდებლო ორგანოს წევრობა და ნუ შვილზეც იცით რომ გამოძიება არის დაწყებული, იგივე ხდება გერმანიაში, ალტერნატივა გერმანიის წინააღმდეგ, ძალიან პოპულარული პარტიების წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველი ვინც გაარღვია ეს და შეძლო რომ აი ამ რაღაცა მარგინალური ულტრამემარჯვენეობა მიკერებული ძალიდან მოსულიყო ხელისუფლებაში და მოეგო არჩევნები, ეს იყო ვიქტორ ორბანი. მოახდინა მანაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ძალების მობილიზაცია და რის შემდეგაც ჩვენ ნახეთ, რომ დაიწყო დომინოს პრინციპი, ახლა უკვე იტალიაში არის ის კონსერვატიული მთავრობა, რომელსაც მანამდე ულტრამემარჯვენეებს უწოდებენ, სლოვაკეთში, პოლონეთში ეხლა არ არის, მაგრამ ამის წინ იყო და ნუ ზოგადად ასე ვთქვათ, ორბანმა რაღაც ახალი ეტაპის გასაღებებით ჩადო. ეხლა ეს რატო ვთქვი რომ ორბანი არ უნდა შევადაროთ ჩვენ ახლა ვიღაცები როცა ივანიშვილს ადარებენ, ამითი ორბანს ამცირებენ და ივანიშვილს პირიქით მარკას უწევენ. ივანიშვილი რომ ორბანი იყოს ზაზა რა უჭირს საქართველოს ვიქნებოდით უბადნიერესი ქვეყანა, ორბანი ნუ რა ვიცი თუ დაავიწყდება, რომ დემოკრატიული წესით არჩეული ლიდერი იყო, რომელმაც მოიგო რამდენჯერმე დემოკრატიული არჩევნები ყოველგვარი გაყალბების გარეშე და რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ორბანისთვის და როცა ივანიშვილს ამ კორუმპირებულ იმას რა ქვია ოლიგარქს ადარებს შენ რომ ორბანია, ზოგს გონია რომ ლანძღავს და კი არა ლანძღავს, ამით ესე იგი პირიქით ძალიან დიდ კომპლიმენტს უკეთებენ. რატომ გახდა შესაძლებელი ორბანის დამარცხება? აქ ფაქტორების ერთობლიობამ იმოქმედა. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი და მე დაარჩენებზეც ვთქვათ, არის ის, რომ მას დაუპირისპირდა არა ანტი-ორბანი, არამედ მადიარმა გააკეთა ის, რასაც უნდა აკეთებდეს ნებისმიერი პრაგმატული პოლიტიკოსი და მან თქვა, რომ რაც ორბანის პოლიტიკაში არის კარგი, არის სწორი, რასაც აქვს საზოგადოების მხარდამჭერა, მე ხარ რადგან ოპოზიციონერი ვარ, ამას ჯინში არ ჩაუდგები. და მაგალითად მან გამოაცხადა, რომ LGBT პოლიტიკასთან დაკავშირებით არის ორბანის დამოკიდებულება, სწორი, კი ბატონო, არ აკრიტიკებდა. იმიგრანტების საკითხთან დაკავშირებით არის ორბანის პოლიტიკა მხარდაჭერილი უნგრული საზოგადოების მიერ, არის, ამიტომაც ამ საკითხს არ აკრიტიკებდა. სხვათა შორის უკრაინასთან დაკავშირებით თუ ნახეთ თქვენ ახლა აი ორბანი გამოყავდათ პრორუსი ბევრს, რომ უკრაინის საკითხს ბლოკავს. პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა მადიარმა, რომ იზიარებს და გააგრძელებს უკრაინასთან მიმართებაში ორბანის ხაზის ძირითად პუნქტებს სრულად. მაგრამ იმავდროულად
რაც ჰქონდა იმ ორბანს დასაწუნი და ძალიან ბევრი ხარვეზი ჰქონდა, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, იქ სასამართლოში ჩარევასთან მიმართულებით და ასე შემდეგ და კორუფციასთან მიმართულებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გააკეთა აქცენტი იმ საკითხებზე და მოიგო ეს არჩევნები და თანაც მოიგო პირწმინდად ძალიან დიდი უპირატესობით. რომ ემოქმედა ორბანს ისე როგორც მოქმედებს, რა ვიცი, სააკაშვილი, ბოკერია, ხაზარაძე და ქართული ოპოზიცია, მათ უნდა გამოეცხადებინათ ესე იგი, რომ ორბანი არის რუსეთის აგენტი და ამიტომ ავდგეთ და ორბანის ჯინაზე მოვითხოვოთ პრაიდი, მოვითხოვოთ ესე იგი მიგრანტების შემოშვება და წააგებდა მაშინ. რა თქმა უნდა, როგორც წააგებდა და როგორც წაასხავდა, როგორც ქართული პროდასავლური ოპოზიცია აკეთებს ამას. ამიტომაც მადიარის მაგალითი არის ზუსტადაც, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, ვინც დაინტერესებული არის საქართველოში ხელისუფლების შესვლით, რომ შენ რო ხელისუფლება არ მოგწონს, თუ მართლაც გულწრფელი ხარ და თუ მართლაც ქვეყნისთვის გინდა რაღაცა კარგი. რო არ მოგწონს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რასაც ეს ხელისუფლება იტყვის, 10 საკითხს ადგე და 10-ვეში შენ იმისი კონტრა დაიჭირო, რატო? დაუკვირდი შენ და ამოარჩიე, რამდენი ხანი არის ბადნოზაზე, მე და თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ აი მაგალითად საბანკო პოლიტიკა. ხმა ვერ ამოვაღებინეთ ჩვენი პარტიის გარდა ვერცერთ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას ამაზე. ეკონომიკური საკითხები, სასამართლოს საკითხები არა, ამაზე მარტო ჩვენ მე და თქვენ გახსოვთ ჩვენი პირველი აქცია იუსტიციის საბჭოსთან ვიდეოს ინსტაგრამზე ეხლა არავინ არ მოდის ამ საკითხებზე და უპირისპირდებიან ამ ხელისუფლებას ძირითადი საკითხები რო გავიხსენოთ ეხლა ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიცია რაზე აკრიტიკებს ივანიშვილის რეჟიმს. რატო არ ატარებთ LGBT პრაიდს რუსთაველზე, რატო არ აწერით პანდემიის დროს დედაბუდიანად მოსახლეობა, რატო უკრაინაში არ უწევთ სამხედრო დახმარებას, ესე იგი ზელენსკის მთავრობას და ნუ კიდე ამაზე შეიძლება კიდე უფრო უაზრო რამოდენიმე საკითხი ჩამოთვალოთ. ამიტომაც მადიარის მაგალითი არის ჩემი აზრით ზუსტად ზომიერების მაგალითი. რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირება არ ნიშნავს, რომ ისტერიკაში ჩავარდე და დედაბუდიანად, კარგია, ცუდია, სახელმწიფოებრივია, არასახელმწიფოებრივია, ყველაფერში დაუპირისპირდე ხელისუფლებას. არა. აი როგორც მადიარმა ძალიან სკრუპულოზურად ამოარჩია ის საკითხები, რომელიც საკითხებშიც ორბანს ჰქონდა მართლაც სერიოზული ჩავარდნები, აი ასევე მე ვფიქრობ, ეხლა ჩვენ რეალურად სამომავლო სტრატეგიაზე ვსაუბრობთ, რაც უნდა აკეთოს ჩვენმა ოპოზიციამ ისეთები როგორც ჩვენ ვართ და ნუ კიდე იმედია რომ არიან რა თქმა უნდა სხვა ზომიერი ძალებიც რომ ხელისუფლებას უნდა დაუპირისპირდეთ ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ ოღონდ ხელისუფლების ჯინაზე ყოფნა არ ნიშნავს ქვეყნის ჯინაზე ყოფნას და უნდა დაუპირისპირდეთ ამ ხელისუფლებას იმ საკითხებში რაშიც მართლაც წოდავს და არა იმ საკითხებში რაშიც დაუშვათ გარედან დაგვავალებენ სხვათა შორის ამას ვიტყვის ასე და მე არ მინდა რომ ძალიან მივიტვისო კი ისაუბრეთ საინტერესოა ასეთ პოზიციას ძალიან დიდ პატივს ცემდნენ ქვეყნის გარედანაც აი ის რომ ჩვენ გარედან გვავალებენ და უშუალოდ რომ მაინც და მაინც ჩვენი ოპოზიცია იყოს LGBT მომხრე ეს იმისი ბრალი არის რომ ჩვენი ოპოზიცია პროდასავლური ოპოზიცია მართლაც ხშირად თათებზე დგას ხოლმე და ეუბნება აი დაგვავალეთ რაც გიდათ ყველაფერს შევასრულებთ ეხლა დღეს გამოქვეყნდა IPN-ზე ციდო ეს ინფორმაცია და მე ინგლისურ საიტებზე გადავამოწმე ინფორმაცია რომ 2 დღე არ არის გასული არჩევნებიდან და ევროკომისიამ გამოაქვეყნა 27 პირობა რომელსაც უყენებს ახალ მთავრობას უნგრეთის მთავრობას იმისთვის რომ ის 17 მილიარდი დაბლოკილი დახმარება რომელიც არის ბრიუსელში უნგრეთის ფონდები გაათავისუფლოს და თავიდან ყურში ცუდად მომხვდა რომ რა ამბავია 27 და ეხა ეს კაციც უნდა ჩააყენო ეხა ალბათ მეთქი უეჭველი ვიფიქრე რომ აქაც იქნება ის LGBT და რაღაცა სხვა საკითხები მეთქი და ავდექი და უკვე ასე ვთქვათ ChatGPT-ს დავავალე და მოვაძებდინე ორიგინალური დოკუმენტი რა არის ეს 27 პუნქტი და 27-ვე წავიკითხე არც ერთი არ ეხება არც მიგრაციას, არც LGBT-ს და არც სხვა ანტისახელმწიფოებრივ საკითხებს, იმიტომ რომ როცა იციან, რომ არის მადიარი, რომელიც არის სერიოზული პოლიტიკოსი და საკუთარი ხალხის მხარდაჭერით აღჭურვილი პოლიტიკოსი, მისთვის არ გაუბედიათ ეგ და არ დაუვალებიათ, რომ ხა ადექი და ეს რა ქვია, ან ერთ ან მეორე საკითხში დაიკავე ანტიუნგრული და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია. მაგრამ ხა შენ თვითონ თუ ხარ უთავმოყვარეო და შენ თვითონ თუ მზადა ხარ რომ ნებისმიერი დავალება შეასრულო, რასაც გარიდან დაგავალებენ, ნუ ამიტომაც მოხდა იმ დეკლარაციაზე გახსოვს მაშინ იმ 15 პარტიას ხელი რომ მოაწერეს ერთმანეთის მიყოლებით და მე ვფიქრობ რომ მადიარის მაგალითი არის ძალიან ჭკუის სასწავლებელი მაგალითი ქართული საზოგადოებისთვის, თუნდაც იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ორბანი რომ ივანიშვილთან მიმართებაში შეიძლება პრობლემა იყოს უფრო ის რომ დაუშვათ აყალბებს და რაღაცა ორბანს მოუგო ამ სხვა შორის წინა ჯერზე ვერ მოუგეს მაშინაც იყო დიდი მოლოდინები მაგრამ ვერ მოუგეს ანუ ეს არ იყო ადვილი ბრძოლა ეს არ იყო ის რომ აი ეს არის არაპოპულარული რეჟიმი რომელსაც ესე იგი შენ ხალხში კი მოუგებ მაგრამ მე ის არჩევნებს გაგიყალბებ მე შენ მაიდანზე გამოიყვან მოსახლეობას და დაამხობა არა ეს შემთხვევა არ იყო
იქ იყო ის შემთხვევა, რომ შენ უნდა დაგერწმუნებინა უნგრელები, რომ მთავრობა, რომელიც პრინციპში მათ მოწონდათ, ახლა შეუძლებელია სხვანაირად 16 წელი დარჩენილიყო ორბანი ხელისუფლების სათავეში, აი ასეთი მთავრობაც კი გადაერჩიათ. Ну, აქ მე სხვა ბევრმა ფაქტორმაც იმუშავა უკვე გვერდითმა ფაქტორებმა, ტრამზეც ვისაუბროთ, მე გვექნება დრო და ასე შემდეგ, მაგრამ მე ძირითადად აი რაზეც მინდოდა გამოგხმაურებოდი შენ გეთახმები, რომ ადი არის მაგალითი, არის ჭკუის სასწავლებელი მაგალითი პირველ რიგში ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის, რომ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენ ხელისუფლებას და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ სამომავლოდ. კახა, მე მინდა გავიხსენო 2008 წლის არა 2009 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც სააკაშვილი მეორედ გახდა პრეზიდენტი. თქვენ მაშინ იყავით აქტიურად ჩართული, ლევან გაჩეჩილაძის შტაბში იყავით, ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებოდით და დადიოდით შეხვედრებზე, როგორც მე ვიცი, ამერიკის ელჩთან დაწყებული უცხოეთში ვიზიტებით და ასე შემდეგ. როდესაც თბილისში სააკაშვილის რეჟიმმა ორჯერ მახსოვს გადაწერა არჩევნების შედეგები, მაინც თბილისი წააგო. პირზმინდთან. რატო? იმიტომ რომ მთელი თბილისი მივიდა არჩევნებზე. კი ბატონო, შეუძლებელი იყო ამის გაყალბება. შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ 108% უნდა მიიღო მაშინ მონაწილეობა, ხო? მაგრამ რეგიონებში ვინაიდან ასეთი აქტივობა არ იყო, სააკაშვილის რეჟიმმა შესძლო მაშინ და სააკაშვილი გაიყვანა პრეზიდენტად. არა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ასეთი გაყალბებული არჩევნები საქართველოს ისტორიაში არ ახსოვს. მე არ მინახავს, რომ ადამიანმა პირველსავე ტურში მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე ტურიც არ დაუნიშნეს. კი ბატონო. ასევე პატივცემულო, აი დღევანდელი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ასევე არაპოპულარული იყო თბილისში ივანიშვილის რეჟიმი. გამორიცხულია, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ წაეგო საპარლამენტო არჩევნები, როგორც გინდა ორჯერ გადაეწერა 120%. აქედან გამომდინარე, რომ მომხდარიყო ან ერთ კანდიდატზე შეთანხმება ოპოზიციაში, ან ეთქვათ, რომ იცით რა, მივიღოთ ყველა მონაწილეობა და ივანიშვილის რეჟიმს შანსი არ აქვს, რომ პირველ ტური მოიგოს და ვინც გავა მეორე ტურში მათ დაუჭიროს მხარი. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშლებოდა თუ თბილისში წააგებდა არჩევნებს. ჩემი აზრით, ერთადერთი შანსი, რომ ქართულ ოპოზიციას წაეგო თბილისი, უნდა მოეწოდებინათ ხალხისთვის არ მიხვიდეთ არჩევნებს. 100% გეთანხმები. ანუ დღეს კახა ის ოპოზიციური პარტიები, ვინც 200,000-იანი აქცია დაშალეს, ადამიანები აღარ მოდიან ახლა აქციაზე, რატო? იმიტომ რომ დაინახეს, რომ სავარაუდოდ ოპოზიცია გაიყიდა, ხო? აბა როგორ შეიძლება ეგეთი გულუფრხილო იყო ოპოზიცია, რომ არჩევნებში რომელიც იცი რომ მოგებული გაქვს, არ მიხვიდა იმ არჩევნებზე, როდესაც იცი რომ ერთი წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი ქცევს, გარბევს, გაწამებს, არადამიანურად გეპრობა, ყოველდღურად ხედავთ ჩვენ როგორ აწამებენ ადამიანებს, ჟურნალისტი როგორ დაიჭირეს, რა ქვია, როდესაც თვითონ 10-ჯერ მეტი მოქმედებები განავითარეს ისა უკანონო, როგორი სასამართლო არის, როდესაც ეუბნებიან პირდაპირ, რომ მტკიცებულება არ მაინტერესებს, შენ კანონი დაარღვიე და ასე შემდეგ. ამ ფონზე, როდესაც თბილისი აქვს წაგებული, ოპოზიცია ამბობს, ვიცი რა, არჩევნებზე არ უნდა მიხვიდე, სამშობლოს ღალატია. და ჩვენ თბილისში დღეს გვყავს მერი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობისთვის არის მიუღებელი. აი ესქნა ქართულმა ოპოზიციამ და დღეს იგივე ოპოზიციონერები გამოდიან და 2028 წელში, ჩემი აზრით, ივანიშვილის რეჟიმის ახლა ძირითადი ამოცანა იქნება, რომ ის ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ჩემი აზრით ჯიბეში ყავს და რომელმა თბილისი აჩუკა, 2028 წელში ეს ხალხი მიიყვანოს როგორც თავარი ოპოზიციური ძალა. და ის ადამიანები, როგორც არის კახა კუკავა, როგორც არის ის ადამიანები, ვინც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, რომ ჩაკეტონ ეს ადამიანები, არ შეუშვან ტელევიზიებში და საზოგადოებაზე ზომბირება მოახდინონ, როგორც ახდენენ, რომ იცი რა, აი ეს არის პროდასავლური ოპოზიცია და მეორე პლანზე გადაიტანონ ის, რომ მათ ფაქტობრივად გაყიდეს თბილისში არჩევნები. რას ფიქრობ, პატივცემულო, არ დაიწყო ეს პროცესი, რომ აი ეს ხალხი ზუსტად უნდა მიიყვანონ 2028 წლის არჩევნებზე? ძალიან დიდი მადლობა ზაზა ამ თემას. მოდი გავშალოთ, იმიტომ რომ აი მინდა რომ გაშალო, იცი? ცენტრალური ხართ ამ მოვლენების მონაწილე. ერიდება, ბევრი არა და ამის გარეშე არ გამოვა. კი, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ზოგი ეძახის ლიბერალურს, მაგრამ მოდი მე ისე ვიტყვი, როგორც თვითონ უწოდებენ თავის თავს. პროდასავლური ოპოზიცია,
ну ხა არც 1% თუ არის გამონაკლისი, მაგრამ 99% პროდასავლური ოპოზიციის ეს არის ივანიშვილის აგენტურა. ეს არის ივანიშვილის დავალებების შემსრულებლები. ეხა ეს აგენტურაც მე მინდა, რომ მქონია უკვე ამ კატეგორიის ხალხთან ურთიერთობა. ისე არ წარმოიდგინოთ ეხა რომ აგენტი ეხა იმას ნიშნავს რომ კარტოტეკაში იზრდებს რა ქვია რაღაცა მასზე პირადი საქმე და ესე დაიბარებს პირდაპირ და ავალებს რომ აი ამას გააკეთებ და ესეთებიც არიან. მაგრამ ბევრად უფრო მარტივად მოქმედებს დღეს ასეთი სქემა. რომელიღაც პარტიასთან კი არ მივა პირდაპირ მამუკა მდინარაძე. მასთან მივა ბიზნესმენი მამუკა მდინარაძის დავალებით და უშიშროების დავალებით, ოღონდ ის მივა როგორც ბიზნესმენი და ეუბნება რომ აი მე შენ მინდა რომ დაგაფინანსო. ამისთვის შენ ესა და ეს უნდა გააკეთო. მორჩა, აი ეს არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აგენტურაზე და აი ერთ-ერთი თემა და მე მაგ 4 ოქტომბრის თემასაც დაუბრუნდებთ. თვითონ სააკაშვილის პირიდან და ნაციონალური მოძრაობის პირიდან ითქვა რომ გვარამია დააფინანსა გილაურმა. ითქვა ეს. რაღაცა არც დიდი გვარამიას თავის მართლებები მოგვისმენია. და თვითონაც ამ სააკაშვილმა რო თქვა არც ბოდიში მოუხდია ისევ არიან ერთ კოალიციაში. ანუ რას ნიშნავს ეს ეხა ანუ პრობლემა რაში იყო რომ მარტო გვარამიას რატო აძლევდა ფულს და ეხა ადგენენ და ესენიც გაიყვანეს წილში? აი პირდაპირ ხო თვითონ თქვეს ეს რომ მე მეთქვა მომთხოვდნენ ეხა იურიდიულ მტკიცებულებებს და ასე შემდეგ ეხა ყველა ვნახეთ რომ რაღაცა არანორმალური რაოდენობის ათობით მილიონი უცებ 2-3 თვის მანძილზე გამოვარდა ასე ვთქვათ პოლიტიკურ ბაზარზე და დაიხარჯა შეუძლებელი არის ეხა ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ამას არც შემოწირულობებს არც ამორჩევლები იძლევიან და არც ბიზნესი იძლევა სულ 80% გქონდეს რეიტინგი ეს იყო ვიღაცის მიერ კარგად ასე ვთქვათ ну რო დაუშვათ თეორიულად რომ საქართველოს ბანკს და გილაურს უცებ შემოაწვა ნიკა გვარამიას მიმართ ისეთი მხარდაჭერა რომ ადგენენ და 20 მილიონი მოიკლეს იმ ხალხმა რომელიც 200 ლარს არ პატიობენ ხოლმე იმებს რა ქვია ბანკის მოვალეებს და ადგენენ და საქართველოში ესე იგი ჩარდეს ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიაში ვისაც უნდა რომ ეს დაიჯეროს მაგრამ ვერსია რომელიც კიდე ერთხელ მოგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა იყო ბევრად უფრო დამაჯერებელი რომ მათ ეს გააკეთეს ივანიშვილის დავალებით ხო ეს ითქვა ეხლა 4 ოქტომბერს რაც შეეხება და სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის და კიდევ ვინც იყო რამოდენიმე პარტია ჩართული. ასაც თქვენ ამბობთ ბადნო ზაზა ეს მე აი წინა დღეებში მომწია ჩემი წირი ეთერებიდან ერთ-ერთი მქონდა TV პირველზე. მე მგონი წინას არჩევნო ერთადერთი ეთერი მქონდა და იქ თქვი ეს წინასწარ. რომ ვიცი მეთქი რომ ეხა ეს შემოვალენ კომენტარებში გამლანძღავენ, მაგინებენ, მაგრამ აი ზუსტად რაც მოხდა თქვი რომ არაფერი არ მოხდება, უბრალოდ უნდა დადგან სცენარო ვითომ არის სახელმწიფო გადატრიალება რომ ხელისფლებას მისცენ პროპაგანდის არგუმენტი და ნახევარ საათში ყველაფერი დამთავრდება უსისხლოდ და უცვალებლად და უპრობლემოდებით კი ზუსტად ის რაც მოხდა. ეხა აქ არის ორი ვარიანტი. ეს იმდენად ადვილი იყო, ახლა მე ხო გენიოსი არა ვარ და ჩემს გარდა სხვებიც იძახოდნენ ამას რომ ეს ესე დამთავრდებოდა. რომ შეუძლებელი არის შეიძლება პაატა ბურჭულაძე ამას ვერ მიხვდარიყო იმიტომ რომ ადამიანი სხვა სფეროდანაა და კაი დაუშვათ ბატონი პაატა მოტყუდა მაგრამ დაარჩენები ხალხი ვინც წლებია პოლიტიკაში არის და აი ამბობენ რომ 8 საათზე ჩვენ ვიქნებით უკვე ხელისფლებაში და გამოდით და სიამდვილეში ესე იგი ახლა ამტკიცებენ რომ ღობის ჯაჯგურით თურმე ეგეც კი რაც ესე იგი ვიღაცას უნდა ეგონოს რომ ასე აპირებდე არა ეგეც ჩვენ არ გაგვიკეთებიაო მაშინ ამიხსენით ზაზა თუ ეს არ იყო უშიშროების მიერ დადგმული ერთადერთი არგუმენტი რატო შეიძლება გაიკეთებინათ ეს აი ხო ადვოკატი ვძანდებით რომ აი რომ მოინდომოთ თქვენი კლიენტის გამართლება სხვა შორის ერთ-ერთ საქმეში იყო 2 წელიწად საქართველოში ბევრი კი ხალისობდა ამაზე მაგრამ ადამიანი რომელსაც გაუპატიურებას ედავებოდნენ მისმა ადვოკატმა სცადა გამართლება რომ იმპოტენტი არისო და ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვდა და ნუ ცოტა სახალისო შემთხვევა იყო. ეხლა ამ საქმეში რომ გაამართლო ეს ხალხი რომ რატო გააკეთეს ეს ერთადერთი არგუმენტი არის უნდა ამტკიცო რომ იდიოტები არიან და ნუ უბრალოდ აი არ იცოდნენ და მართლა ესე ეგონათ რომ მივიდოდნენ ყავლაშვილის რეზიდენციასთან იყვირებდნენ გადადეკი და შერცხვებოდა ივანიშვილს და დაუთმობდა ძალაუფლებას. ეხლა ხო ხვდებით რომ შეუძლებელი არის რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო ზუსტად იმისთვის რასაც შენ ამბობ. არჩევნების ჩასაშლელად. დაუშვათ რომ მართლა უნდათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და არ გამსაჯოთ ამ შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალება ცუდია თუ კარგია ამჟელობაში არ შევიდეთ. ბიჭო, თავრობის დამხობა თუ გინდა 3 ოქტომბერს დაამხე, 5 ოქტომბერს დაამხე, 7 ოქტომბერს დაამხე, რაღა 4 ოქტომბერს ირჩევ. არჩევნებზე არ მინდა. რატო აკეთებ ამას 4 პირიქით, სადე ეგება და ის ხალხი მშვიდობიანი გზით აკეთებს ამას და თუ არა და გაყალბებული არჩევნების შემდეგ ხო უფრო მეტი ლეგიტიმაცია გაქვს რომ სადღაც შევარდა. 5-ჯერ მეტი ხალხი გამოვა და არგუმენტიც გაქვს შენ უკვე რომ აი რატო ამხობ თავრობას. არა, ამოცანა ხო ეგ იყო და რიტორიკასაც რო გადახვიდო შენ, რას ყვიროდნენ ის ხაბეიშვილი და დანარჩენები, ყვიროდნენ რომ არჩევნებზე არ წახვიდე. მეტი როგორც გამოაჩინა 4 ოქტომბერმა არაფერი არც გეგმა არ ქონდათ.
ეხა ეს რო ყოფილიყო მაგალითად რაღაცა გადატრიალების ცდელობა, მე წმინდა იურიდიული თვალსაზრისით მაგალითად მიმაჩნია რომ ეგ გადატრიალების ცდელობა არ იყო. ეგ იყო უნდა წაუყენო მაქსიმუმ ბრალი რაღაცა არეულობის ორგანიზებისთვის და სახელმწიფო კონების დაზიანებისთვის, იმიტომ რომ ცდელობა ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს როგორც გეგმა, ისე უნდა იყოს აქტიური მოქმედებები. მარტო განცხადებები ყოველ შემთხვევაში მე პირველ კურსზე ასე მასწავლი და რა ვიცი გიორგი ტყეშელიაძე და მზიერ ლეკვეიშვილი და ვინც იყვნენ კორიფეები სისხლის სამართლის რომ ეს არის ლიტონი ბრალი. მე რო თქვა მაგალითად რომ ეხლა მინდა რა ვიცი ტრამპის მოკლა, პუტინის მოკლა და არც კილერი არ ამყავს, არც ფული არ ამაქვს, არაფერი არ ამაქვს და უბრალოდ ვიძახი რომ ესე იგი მაგად დაეცათ მეხი და რა კარგი იქნება მათი სიკვდილი. ხო ესეა სისხლის სამართალში. ეს არის ლიტონი ბრალი. თუ შენ არაფერს არ აკეთებ და არც შეგიძლია რომ გააკეთო ამისთვის. როგორც აღმოჩნდა არანაირი სახელმწიფო გადატრიალების ცდელობაც არ იყო, მზადებაც არ იყო. ეს იყო პროპაგანდა უბრალოდ იმისთვის, რომ ჩაეშალათ არჩევნები. და მოატყუეს ეს გულწრფელი მართლაც გამწარებული ადამიანები, რომლებიც დამხობაზე მზად არიან, გადატრიალებას მზად არიან, ოღონდ ეს რეჟიმი მოიშორონ, გამოიყვანეს ეს ხალხი და 15 წუთში მოუყომარეს, როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი. და ჩვენ სანამ ამას არ დაინახავს ჩვენი საზოგადოება, მანამდე ვივლით ისევე აი ამ მანკიერ წრეზე, როგორც დადიოდა მაგალითად შევარდნაძის წინააღმდეგ ოპოზიცია, აი როცა იქ ასლანი და რა ვიცი იყო კიდე სხვა პარტიები, ეხა ზოგი არ მინდა რომ ვაწყეინო თუ არა, აი დაიწყებდნენ ვითომ რომ იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ და სინამდვილეში მე ესე იგი აღმოჩნდებოდა რომ შევარდნაძის მინისტრები ყავდათ თავიანთ საპარლამენტო სიაში ხოლმე, ხო? ანუ საქართველოში ჩვენ მე ვთქვი ეს მაშინ 4 ოქტომბრამდე ვთქვი და ამიტომ მაქვს ამისი საუბრის უფლება ჩემი აზრით მორალური რომ სადაც იქნება სააკაშვილი და სადაც იქნება ნაცები ზოგადად სულ ერთია ეხანდელი ნაცები თუ ყოფილი ნაცები იქ ჩათვალეთ რომ ივანიშვილის საწინააღმდეგო საქმე არ კეთდება იქ კეთდება პირდაპირ ივანიშვილის დავალებით პროექტი ეს პროექტი ხო ხელისუფლებას იმიტომაც უნდოდა ზაზა რომ წლებია მიდის როგორც სამართლებრივი ისე პოლიტიკური ოპონირება ხელისუფლებასთან რომ არანაირი სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში არ მზადდება ხან საბურავების რევოლუციაზე დასცინოდნენ უშიშროებას აი რომელი საქმე გაქვს საერთოდ და მართლაც ხელისუფლებას არ ქონდა არგუმენტი მისცეს და მტკიცებულება შეუქმნეს ესე იგი რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ რომ კი შტურმით უნდა ავიღოთ ის რა ქვია პრეზიდენტის რეზიდენცია რატომ ისეს ეს არ გჯერდით თუ ვინმე აკეთებს კაცო სახელმწიფო გადატრიალებას ბოლო ისტორია მიყვარს და წიგნებს კითხულობ და ფილმებს უყურებ და რა ვიცი ყველას ჩვენ მაყურებლებსაც ბევრი უნახავს სად გინახია სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი ეფექტი თუ მაგას გეგმობ არის მოულოდნელობის ეფექტი უნდა თქვა რომ დაუშვათ რა ვარდების რევოლუცია რომ მოხდა საქართველოში ვინმე აცხადებდა წინასწარ რომ პირიქით აცხადებდნენ რომ ხალხო შევიკრიბოთ და პარლამენტის ხდომაზე შევიდნენ დეპუტატები საშვით შევიდნენ ის ხალხი საერთოდ იქ და მერე მოხდა ყველაფერი 2 წუთში რაც მოხდა სად გინახია რომ შენ ასე აცხადებდნენ რომ ჩვენ გეგმავთ აი ამა და ამ ადგილას ამა და ამ საძე ამა და ამ წუთზე იმას რა ქვია პირდაპირ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად გეთანხმებით ეს უნდა ითქვას ღია და ამაზე პასუხი უნდა გასცენ პასუხი უნდა გასცეს როგორც იმ ხალხმა ვინც 30 მილიონი მიიღო საქართველოს ბანკიდან წინასაარჩევნოდ როგორ ხდება ეს და როგორ მიიღეს ეს ასევე პასუხი უნდა გასცეს ამ 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ვინც იყო ჩართული ამ ეგრეთ წოდებულმა პროდესალურმა პარტიებმა და ან უნდა თქვან ბოდიში მოიხადონ თუ ესე თქვათ მაგრამ ბოდიშს არ იხდიან უნდა თქვან რომ იდიოტები ვიყავით და პასუხისგებლობის აღება ნიშნავს არა მარტო ბოდიშის მოხდას არამედ უნდა თქვან რომ ჩვენ სამუდამოდ თუ არა აი ახლა რაღაცა ციკლი მაინც სანამ ეს რეჟიმი არცავა ჩვენ ცილდებით პოლიტიკურ საქმიანობას და ჩვენ ახალ სისულელეს არ შემოგთავაზებთ ან უნდა ახსნან მაშინ და დაასაბუთონ რომ რა მოხდა რა არ გამოვიდა რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ დამთავრდა ისე და ეხლა როცა არც ამას ამბობენ და თან ამბობენ რომ ყველაფერი ძალიან კარგი 4 ოქტომბერს რაც გავაკეთეთ და ეხლა ახალ წრეზე მივდივართ აი აბსოლუტურად გეთანხმები ეგ აქცენტიც მე მინდა რომ არ დაიკარგოს აქ და თქვენმა მაყურებელმა ყურადღება მიაქციოს პირდაპირ ამ ოპოზიციური 8-იანია თუ 7-იანია თუ რამდენიანი არის ეხლა რომ შეიკრიბა ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსი ეს არის უშიშროების სუსის სპეცპროექტი რომ აი ასე აუფრიალო ხალხს წინასაარჩევნოდ რომ აი ხალხო აი ესენი არის ხელისუფლების ალტერნატივა ეს არის ზუსტად პროექტი ანტიმადიარი რო ვთქვათ აი ორი ერთმანეთის საპირისპირო კონცეფცია არის რომ ერთი რომ დაანახო ქართულ ხალხს ივანიშვილის რეჟიმზე კიდევ უფრო უარესი და კიდევ უფრო დისკრედიტირებული და კიდევ უფრო არაპრაგმატული სახეები რომ აი ხალხო ეს ხალხი და რასაც ჩამოთვლი მე LGBT მიგრანტ ყველაფერზე თანახმა არიან და მეორე კონცეფცია არის მადიარი რომელიც ამბობს რომ არა მე ესე ყველაფერს კი არ უპირისპირდები და რაღაც ისულელებს კი არ ვაკეთებ
აი მე მაქვს კონკრეტული საკითხები. სხვათა შორის ახსენე შენ ამორჩევლის აქტივობა უნგრეთშიც ეს შედეგები დადგა იმიტომ რომ ორ ფაქტორს მივაქციოთ ყურადღება. რეკორდული აქტივობა იყო უკვე დღის საათებში 3 საათზე 4 საათზე გადააჭარბა ყველა წინაარჩევნების აქტივობას საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით და მეორე იქაც იქნა მიღწეული ერთიანი კანდიდატები ყველა პარტიამ დახსნა თავისი საერთოდ არჩევნებში სამი პარტია მონაწილეობდა ის მესამე არ ვიცი ვინ იყო უნიშნელო როლს თამაშობდა შეიძლება ხელისუფლების სატელიტი იყო შეიძლება არა მაგრამ რეალურად იყო ეს ორპოლუსიანი არჩევნები ანუ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი რაც აქ უნდა გაკეთდეს და მე მგონია რომ ამაზე ჩვენ უფრო თამამად უნდა ვილაპარაკოს და მე ხარ რამოდენიმეჯერ პროდასალურ არხებზეც როცა მომეცა საშუალება იქაც თქვი ეს თუმცა აი მგონია რომ კიდევ უფრო ფართოდ უნდა მივაწვდინოთ საზოგადოებას ხმა რომ პროდასავლურობა კი არ არის ხალხო ცუდი დასავლური მიმართულება არის ერთ-ერთი მიმართულება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და რეალურად უნდა შევხედოთ ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიცია საქართველოში რომელსაც პროდასავლურობასთან არაფერი შეხება არ აქვს ამ შემთხვევაში პროდასავლური რო არის იმიტომ კი არ ვაკრიტიკებთ ამ ოპოზიციას პროდასავლურს უბრალოდ თავის თავს ეძახიან თორე არაფერი პროდასავლურები ეგენი არ არიან აი ეს პროდასავლური ოპოზიცია ეს არის სუსის პროექტი რომელიც შეიძლება ძალიან სასაცილოა რომ 12 წელი უკვე 100 ჯერ გამოიყენა ივანიშვილმა ეს მეთოდი მაგრამ მუშაობს ეს მეთოდი რატომ მუშაობს ხახარ როგორ ფიქრობ ნუ მუშაობს მათ შორის იმის გამო რომ ამ ხალხის ხელში ესეც შეიძლება ხელოვნურად იყოს და არა ბუნებრივად თავმოყრილი არის ძალიან დიდი ფინანსური და მედია რესურსები და ეს და მე ძალიან კარგად ვახსოვს ზაზე ჩვენს ტყავზე გვაქვს გადატანილი როდესაც არჩევნებში მონაწილეობდით ერთად რომ ხელისუფლების და აი ამ ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიციის PR მანქანა მედია მანქანა მუშაობს შეთანხმებულად შენ ხო ნახე რომ როდესაც ჩვენი გაქრობა გადაწყვიტეს აი 21 წლის LGBT პრაიდზე როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ბოიკოტი და ერთადერთი ოპოზიციური პარტია ვიყავით რომელიც არ წავიდა ამ პრაიდზე ჩვენ გაგვაქრეს მედია სივრცედან არა მარტო პროსახელისმფლევო მედიებმა არამედ ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციურმა მედიებმაც გაგვაქრეს რა თქმა უნდა მათ სრული თანხმედრა ჰქონდათ ერთმანეთში და აი ამიტომაც მუშაობს ეს რომ მათ ხელში არის მონოპოლიურად ეს მედია სივრცე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი არის რომ როგორღაც უნდა მოხდეს აი ამ მედია სივრცის არ ვიცი შეიძლება სოციალური ქსელების შეიძლება სხვა გზების გამოყენებით. სხვათა შორის რაც არის პოზიტიური რომ თვითონ მედია სივრცეში ძალიან რაღაცა შეიძლება სუსტი, მაგრამ გადაფასება ამ საკითხის მიმართ ხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გულწრფელად ეგონა რომ აი ეს ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიცია იყო კარგი ბერკეტი ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად და ამიტომ უჭერდნენ მხარს. აი ბევრი ადამიანი არის გამწარებული რომელსაც სულ არ აინტერესებს პროდასავლური იქნება ოპოზიცია პრორუსული თუ პროჩინური მას აინტერესებს რომ ივანიშვილის რეჟიმი შეიცვალოს ამიტომ რადგანაც ხედავდნენ რომ ის ვექტორი იყო ყველაზე ძლიერი იმ ვექტორს დაუჭირეს მხარი და ეხლა როდესაც ნახეს რომ ის იმ ვექტორმა ფიასკოთი დაასრულა თავის მოღვაწეობა ეხლა გარკვეული გადაფასება ხდება და ძალიან სუსტად მაგრამ ალბათ მოისმენ ხოლმე პროდასავლურ მედიებშიც ასეთ მესიჯებს რომ უნდა მოხდეს რაღაც ახალი სახეები ახალი მესიჯები ნუ სხვა საქმე არის რომ იმ ახალ სახეებს ეძახიან მაგალითად ლევონ ცუცქირიძეს და ისევ თავიანთი წრიდან გამოძერწილი იგივე ასე ვთქვათ სახეებს და იგივე მესიჯებს თუმცა რა მე მაინც ოპტიმიზმით ვიტყვი რომ რაღაცა პატარა ასე ვთქვათ ნაპერწკალი და გათვითცნობიერება იმის რომ რაღაცა შესაძლებელი არის ეს არსებობს და აი ერთ წინადადებას და უბრალოდ გავიმეორებ რა ჩვენ თქვი იმას არა რა ჩვენ თქვი ეგ არის ცენტრალური ამბავი ქართულმა ხალხმა უნდა იცოდეს რომ აი ეს ოპოზიციური ეგრეთ წოდებული ალიანსი რომელიც ახლა არის შექმნილი ეს არის უშიშროების სამსახურის პროექტი როგორ მოიგოს ივანიშვილმა 2028 წლის ან მანამდე თუ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები რომ ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ამ სახეებით და ამ მესიჯ ბოქსით რომელიც აქვს ამ ალიანს ივანიშვილი რო არ იყოს მართლა ღორი აი მართლა რო არ იყოს ხარბი მას არჩევნების გაყალბება არ დაჭირდებოდა უბრალოდ არის აი ესეთი ტიპი არის ეგეთი და მაგის ანალოგიები შემილია მოვიყვანა რომ კლეპტომანები რო არიან ხო იცი ჰოლივუდის მსახიობი იყო რაიდერი და მილიონერი იყო და მაღაზიაში კაბებს იპარავდა ნუ კლეპტომანი არის ეგეთი მოვლენა აი ესენც არიან რა ვიცი ხმების კლეპტომანები რომ რო არ ჭირდებათ მაინც 2025 წლის არჩევნებს რო არ გაეყალბებინათ მაინც მოიგებდნენ ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში მაგრამ მაინც გააყალბეს იმიტომ რომ რადგან აქ საშუალება რატო უნდა მოიკლონ აი ასეთი ლოგიკით და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ეს დისკუსია უნდა გაიხსნას და ერთს მოუწოდებდი მე ეგრეთ წოდებულ თუ რა ვიცი როგორც ქვია ოპოზიციურ მედიებსაც პროდასავლურ მედიებსაც და არაპროდასავლურ მედიებსაც გიორგი თარგამაძეს ვთხოვდი ინგა გრიგოლიას ვთხოვდი თქვენი ეთერებიდან მოდით სადამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დებატები გაიმართება ოპოზიციის შიგნით მოაწყოთ დებატები
მე დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ დებატებში მონაწილეობას ძალიან კორექტულად, აკადემიურად, ლანძღვის და ჩხუბის გარეშე, მაგრამ მექნება ეს ორი შეკითხვა, ძირითადი ორი შეკითხვა. პირველი, საიდან მოიტანეთ მილიონები იმ დროს, როდესაც სამტკიცებთ, რომ ქვეყანაში არის ტერორი და 5 კაპიკს არც ერთი ბიზნესი არ იძლევა ოპოზიციური ფონდებისთვის, საიდან შეძელით, რომ 20 მილიონი დაეგროვებინა ერთ კონკრეტულ პარტიას, ერთი კონკრეტული არჩევნებისთვის და მეორე 4 ოქტომბერი, როდესაც მოაწყვეთ და გამოაცხადეთ არჩევნების ბოიკოტი, იყო თუ არა ეს ხელისუფლების დავალება. მოდი ამ თემაზე გავმართოთ დისკუსია. ამ თემაზე ჩამოყალიბდეს ოპოზიციის შიგნით მოხდეს კრისტალიზაცია, ვიდრე ხელისუფლებასთან დავიწყებთ იმას, რა ქვია, დებატებს. კახა, აი ყველაფერში გეთანხმები 100%, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრი ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ტელევიზიებთან მიმართებაში. საერთოდ სახელმწიფო ჩემი აზრით უნდა არსებობდეს ეს ტელევიზია, როგორც არის იმედი. ანუ ძველი მოამბე ვრემია და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს დღევანდელ დემოკრატიული ეგრეთ წოდებული საზოგადოების პირობებში, ფასადური დემოკრატიის პირობებში, ისეთ ტელევიზია, როგორც არის ფორმულა და TV პირველი. ისინი უნდა იყვნენ ოპოზიციური ტელევიზიები, მაგრამ როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდება, ეს ოპოზიციური ტელევიზიები უნდა დადგნენ ხელისუფლების გვერდით. რაც ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბრის არჩევნებზე. იგივე ინგა გრიგოლია, იგივე გირო თარგამაძე, რომელიც თქვენ ახსენეთ. და ის ჟურნალისტები, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებდნენ, რომ 4 ოქტომბერს არ მიხვიდეთ არჩევნებზეო, რო დაესვათ ელემენტარული კითხვა. გეგმა რა არის თქვენი? კი ბატონო. ელემენტარულად რო განსხვავებული პოლიტიკოსი მოეწვიათ, რომელიც იტყოდა, რომ ხალხო, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პროექტი. სხვათა შორის მე გახარიას ახლა დიდი წარმოდგენის არა ვარ, მაგრამ გახარია ყოფილ პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ ეს ყველაფერი არის ივანიშვილის ოთახში დაწერილი სცენარიო. კი, გვიან, მაგრამ ჩემი აზრით სწორი პოზიცია არის. მაგრამ თქვა, ამიტომ თლიანად ზომბირებული იყო საზოგადოება აი ამ ორი ტელევიზიის მიერ და ამ ორ ტელევიზიამ აიძულა ხალხი არ მისულიყო არჩევნებზე. ანუ შეასრულა ჩემი აზრით ივანიშვილის რეჟიმის დავალება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და რატო? როგორ შეიძლება ტელევიზიამ არ იცოდეს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ვერ მოხდება ასეთი უაზრო განცხადებები და არც უნდა მოხდეს, როგორ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება რომ მოხდეს. მხედრიონიზაცია წავა საქართველოში. როცა შენ შეგიძლია რომ არჩევნები მოიგო შენ და მოხვიდე თბილისში ჩვენ მე რომ მოგვეკო ეხლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მოგვიყვანა თბილისის მერი. ხო ჩამოიშლებოდა ივანიშვილის რეჟიმი. რა თქმა უნდა, ეხლა ის ვინც სამტკიცებს მე ვფიქრობ, რომ არანაირი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ტელევიზია არ არსებობს, იმიტომ რომ ყველა ოპოზიციურმა ტელევიზიამ შეასრულა ივანიშვილის რეჟიმის დავალება და მხარი დაუჭირა იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ უნდა მიხვიდეთ ხალხო არჩევნებზე, რატო არ უნდა მივსულიყავი არჩევნებზე, როდესაც 1 წლის წინ თბილისი მოგებული მაქვს და ამ 1 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი მირთხავს, მწევს, მაფურთხებს, წამლავს, გამოქვეყნდა შემზარავი ინფორმაცია, რომ გაზი გაუშვეს. აკრძალული. კამიტის. ხო და აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლებოდა, რომ ივანიშვილის რეჟიმს მოეგო არჩევნები. ეხლა დღეს მაგალითად არის ჩემპიონთა ლიგის თამაში, ხო? ბარსელონა ხვდება მადრიდის ატლეტიკოს. ელა გამოვიდეს დიეგო სიმონია თქვას, იცით რა? აი ჩვენ ბარსელონას ნელმა მოგვაყენა შეურაცხყოფა ბიჭებო და ხო. დადექით და სამარცხვინო ბარსელონამ გაგვიტანოს ბურთები და ტასში დაუკრათ ბურთს რო გაგვიტანოს. ვამხილოთ UEFA-ს წინაშე. ხო, წარმოგიდგენიათ ხალხო რა მოხდება? ხო იგივე გააკეთეს. ეხლა სიმეონი ამ სისულელეს იტყვის და ეტყვის რომ იცი რა, ბარსელონამ გაიტანოს 5 გოლი და ვამხილოთ ბარსელონა. პროტესტის ნიშნად არ შეუშალოთ ხელი გოლების გადანაში. ხალხო, სამარცხვინო რამე მოხდა და უფრო სამარცხვინო რა ხდება, იცით? აი ეს პოლიტიკური ის რა ქვია, ერთობა რო შეიქმნა, აი ამ ორმა ტელევიზიამ, ჩემი აზრით, დღესაც ასრულებს ივანიშვილის რეჟიმის დავალებას და უკეთებს რეკლამირებას ამ ორ პარტიას, ამ რამოდენიმე პარტიას, რომლებსაც ბოდიში არ მოუხდიათ 2021 წელში ეს პარტიები რო არ შესულიყვნენ პარლამენტში, ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლილი იყო, მაშინ შევარდნენ. ხო გახსოვთ? და ეხლა, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი წაგებული ქონდა, არ მივიდნენ და ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას რო უთხრათ, რომ ეს მოხდა
ტელევიზიები არ არიან საქართველოში, რომელსაც აქ დაფინანსება. ერთ ოთახში არიან ტელევიზიები, მიხვდით და ჩვენ არავინ არ გვიყურებს. სამაგეროდ უყურებენ ეგრეთ წოდებულ რეიტინგულ ტელევიზიებს, რომლებსაც ხელისუფლება რომ ხარს არ უჭერდეს, გამორიცხული იყო, რომ მათი არსებად ასეთი სტატუსით და ასეთი პოპულარიზაცია მომხდარიყო ამ ტელევიზიების. ამიტომ მე ჩემ აზრზე ვრჩები, მე ვრჩები იმ აზრზე, რომ ის ორი ტელევიზია, რომელიც თქვენ ახსენეთ, ის ორი ჟურნალისტი გრიგოლია და თარგამაძე, ჩემი აზრით, ითამაშეს დღეს ივანიშვილის რეჟიმის თამაში 2025 წლის არჩევნებზე, ახლა თამაშობენ იგივე თამაშს. როგორ შეიძლება ინგა გრიგოლიას, რომელიც არიან საკმაოდ გამოცდილი ჟურნალისტი, კითხვა არ დაუსვას ადამიანებს, ხალხო, თქვენ არ იყავით არჩევნებზე, რომ არ გაუშვით ხალხი? კიდე თქვენ გინდათ, რომ იგივე უბედურებაში შეგვიყვანოთ? არ უსვავენ ამ კითხვას, იმიტომ რომ ეხლა ეს დავალება აქვს მიღებული, ჩემი აზრით, დღეს ამ ორი ტელევიზიის დავალება რა არის? 2028 წელს კახა კუკავა და მისნაირები არ უნდა იყვნენ ოპოზიციურ ველზე, უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ივანიშვილის რეჟიმის დავალების შესრულების 100%-იანი პირობა, რომ არ გასულიყვნენ არჩევნებზე და აი ამ ფონზე კახა, როცა ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში ხდება მანიპულირება, აზრზე ზემოქმედება და ადამიანებს ეხლა ალბათ 2 წლის განმავლობაში თავს გაულაყავენ იმით, რომ აი ეს არის ოპოზიცია და დანარჩენი არიან პრორუსული ადამიანები. რა შეიძლება მოიმოქმედოს სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ ელემენტარულად აი რაც მოხდა უნგრეთში, რომ წესიერი ადამიანი აირჩიოს და ივანიშვილის რეჟიმისაგან არამართული ადამიანი აირჩიოს. კი ბატონო. ესე იგი, პირველ რიგში ძირითად ასში დაგეთანხმები, ერთადერთ დავაზუსტებ, რომ ეხლა მე გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია ფიგურალურად თქვი, სიამდვილეში ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ტელევიზიების პოლიტიკას წამყვანები არ გასაზღვრავენ. ამ ტელევიზიების უკან იდგნენ გარკვეული ფინანსური ჯგუფები, დიდი საიდუმლოც არ არის. მაშინ უნდა წამოვიდნენ კაცო ტელევიზიიდან, თუ მაგ სამსი წინა. ნუ მე იმისი თქვა მინდა, რომ ის ვალდებულებები, რომელზეც ახლა შენ საუბრობ და მე გეთანხმები ხელისუფლების წინაშე, რომელიც არსებობს, ეს ქონდათ არა ამ ჟურნალისტებს, არამედ ამ ფინანსურ ჯგუფებს. მე მგონი აი გარკვეული ცვლილებები ერთ და მეორე არხზეც მოხდა თუ მიმდინარეობს უკვე და როცა ვთქვი რომ რაღაცა მცირე ოპტიმიზმის მიზეზი მაქვს, სწორედ ამას გულისხმობდი. და ეს ორივე ჟურნალისტი არის ძველი ჟურნალისტი, რომლებსაც მართლაც ძალიან ბევრი აქვთ გამოვლილი და არც კვალიფიკაცია არ აკლეს და მე პერსონალურად მათ მიმართ ეხა მესმის რომ ასეთი ტიპის დებატების ორგანიზებაც რაღაცა გარკვეულწილად დინების წინააღმდეგ წასვლას გულისხმობს, მაგრამ ნუ მე მაინც მიმართავ, მედიმც მაქვს გარკვეულწილად რომ იმიტომ რომ ეხა არის ძიების პერიოდი. მართლა ეგონა საზა ჩვენ აქ არ გამოვრიცხოთ ისიც რომ აი ძალიან ბევრი გამწარებული ადამიანი მათ შორის რა არის, ამდენი გინახია, მე როცა ვამბობ რომ ეს იყო სუსის გეგმა, მე ვგულისხმობ ორგანიზატორებს. თორე ხალხი ვინც წავიდა ის, რა ვიცი, 20,000 თუ 30,000 კაცი, ვინც იმ აქციებზე გავიდა. წესიერი ადამიანი წავიდა. ისინი წავიდნენ გამწარების გამო, რომ რა ქნან, აი ვერაფერს ვერ ხედავენ და აი ეს ხანდახან უფრო სწრაფი გზა ურჩევნია ხოლმე, ხო ადამიანს. აგერ კუკავა და ხატიაშვილი ეუბნება, რომ მიდი არჩევნებზე, შეიძლება ვერ მოვიგოთ, მაგრამ ოპოზიციურ ფრაქციას შევხვდით, მე უკეთესად მომზადებით, მე კიდე შემდეგ არჩევნებზე გავაუმჯობესებთ და რაღაცა გძელ გზას და რთულ გზას ვთავაზობთ და აგერ პაატა ბურჭულაძე გვეუბნება, რომ კაცო მოდი აქციაზე და 8 საათზე და რა თქმა უნდა, ხო, გამოუცდელ და ასე ვთქვათ ობივატელზე ამან უფრო იმოქმედა. ეგ აბსოლუტურად გასაგები არის ჩემთვის, მაგრამ ხო არის რომ ურემი რო გადაბრუნდება, გზამერი გამოჩნდებაო და რადგან გადაბრუნდა ეს ურემი. მე იმიტომ მოუწოდებ ამ ხალხს, ვინც შეიძლება მაგალითად ინგამ მითხრა რომ როცა ამ თემაზე ვსაუბრობდით რომ აი მეცო არ ვარო არჩევნების იდეის მომხრე და მესმის აბსოლუტურად ეს მე რომ ჩვენ დროსაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრმა ჩვენმა მომხრემ ბოიკოტი გამოუცხადა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს რომელიც კარგად წავაგეთ მე საპარლამენტო შენ რომელიც გაიხსენე ის იყო საპრეზიდენტო როცა რეალურად მოვიდა ხო იმიტომ რომ გულნათკენი ადამიანები შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მაგრამ ემოციური გადაწყვეტილება მიიღეს მაშინ ბოიკოტის შესახებ ხო მაგრამ მოგებული ქონდა თბილისი ხო და გავიგე ზაზა და მაგიტომ ამბობ რომ ეხა ხო მოხდა ეს უკვე აი ეს ზოგადად დამოკიდებულება რომ აი იმაში რო არის თუთაშხიაში რო არის არ ჩავერევით იმაში რა ქვია სხვის საქმეში და მე გაგზელებაც აქვს იმას ხო თვითონ რომ აღწერს მივხვდი რომ არ მოვიქეცი სწორად აი ეს პოზიცია რომ მე არ ვიზამ არაფერს და ყველაფერი თავისით მოხდება არა ხანდახან გაბრაზებასაც უნდა აჯობო და უნდა წახვიდე მეორე ცდაზე, მესამე ცდაზე. მე ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ ჩამოვიდა ადამ მიხნიკი, ცნობილი პოლონელი დისიდენტი იყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი არა, მე მგონი მანამდეც იყო, ეგ იყო 7 ნოემბრის შემდეგ, როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გარკვეულ მედიაციას ეს ეწეოდა მაშინ და შევხვდი მე.
და მახსოვს ახლა ჩემთან ერთად კიდე რამდენიმე ადამიანი იყო და ჩვენ რადიკალურ განწყობას რო შეხედავ, მითხრა რომ მე თქვენი მესმისო. მე 91 წლის აჯანყების მონაწილე ვარ პოლონეთში, როცა რუსულმა ტანკებმა პირდაპირ გადაგვიარესო, მაგრამ აი მაშინ ჩვენ ასე ვთქვითო, რაღაცა გარკვეული უკან დახევის გადაწყვეტილება მივიღეთ და ესეთი გამონათქვამი იყო ზიმა ვაშა ვესნა ნაშა. რომ ნუ აი ხა ესე არის საჭირო, მაგრამ მოვა შეტევის დროც და ემოციებით არ ვიმოქმედეთო და რაღაც ჩვენ ასე ვთქვათ ჭკუას გვასწავლიდა მაშინ რომ აი ხა ესე ემოციურად ნუ გადაწყვეტ რომ აი ბოიკოტი და რაღაც არა აი ხა ესე გააკეთეთ და წადით მეორე ჯერზეც ამიტომაც მეც გონია ჩვენ უნდა იგივე აი ისევ მადიარს დაუბრუნდები ეს ვისწავლოთ რომ მე რამდენად ჯერ მონაწილეობდა ერთი ნახოს უნგრეთის ოპოზიცია არჩევნებში და რამდენჯერ იყო ძალიან ახლოს და მასაც ჰქონდა საფუძველი ეთქვათ რომ აი გული გაგვიტყდა და არა დავამხოთ დიქტატორი ორბანი და რაღაცა სისულელეები რასაც ესე ვთქვათ აი ჩვენი ოპოზიცია რო ამბობდა რომ დიქტატორი და პრორუსი ორბანი ამ თინაბოկიჩავას იმაზე რო აეწყო მესიჯბოქზე მადიარს აიღებდა ეხა 10% ამარჩენებში არა ზომიერება, პრაგმატიზმი, შედეგზე ორიენტირებულობა და არა ის რომ დღესვე მინდა, აი დღეს რო 8 საათზე მინდა რომ დამთავრდეს ყველაფერი. ეს იყო რა თქმა უნდა წინასწარ გაცნობიერებული ჩვენი ოპოზიცია საერთოდ უკვე თითქმის 5 წელი არის, აი მე 2020-დან უკვე 6-იც შეიძლება ითქვას. არის ასეთ როლში ქართული ფილმი სისკარაა თუ რომელი კინო არის ის გოგონა როტირის ოქროს თევზები მინდა აი ესეთ როლში არის რომ აი მე მინდა ეს არის პრორუსული რეჟიმი და ამიტომ ეს უნდა დაიმხოს და მე მინდა რომ ვიყო მთავრობაში ეს არ არის ჯერთ ის რომ ეს რეჟიმი არის პრორუსული და შენ რო ხარ პროდასავლური ამას ტელევიზიით რო გამოაცხადებენ ეს არ ნიშნავს რომ აპრიორი აქსიომა ეს უნდა დაამტკიცო და ძალიან ხშირად ვერ ამტკიცებენ ხოლმე და ძალიან ბევრი დებატები ესეც უნდა ითქვას რომ ხელისუფლება მოუგო ოპოზიციას მათ შორის უკრაინის საკითხზე პირწმინდად მოუგო და საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ჩემი განცდა ასეთი არის ხელისუფლების არგუმენტებს უფრო იზიარებს ვიდრე ოპოზიციის არგუმენტებს LGBT საკითხთან დაკავშირებით დებატები პირწმინდად მოუგო პანდემიასთან დაკავშირებით დებატები პირწმინდად მოუგო ანუ ის რომ შენ გამოაცხადო რომ ეს არის პრორუსი ოლიგარქი და ამის გამო შენ გონია რომ მთელი საქართველოს შენ მოგცემს ხმას ესე არ არის მადიარივით უნდა იმუშაო პაშინიანივით უნდა იმუშაო როგორ დაიწყო პაშინიანს პარტიაც არ ყავდა როცა არჩევნებისთვის დაიწყო მზადება რუგზაკით დადიოდა და ლაივის კამერა ქონდა ჩართული სომხეთში და აი ესე მოიარა მთელი სომხეთი და ესე მოიგო არჩევნები და აუხსნა ყველას უნდა დაუსაბუთო ყველას რატო ხარ შენ უკეთესი ამიტომაც ეს არის ძირითადი გამოწვევა მე მგონია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი აი უახლოესი არჩევნებისთვის რომ პირველი უნდა დავიმახსოვროთ ჩვენ რომ არასარჩენო გზა შეიძლება კარგად ჟღერს ხალხო არ გზაზე მეშინეს უსიტყვა არ გამიგძელდეს ხოლმე ძალიან არა კარგია უბრალოდ ეხლა კარგად რა ჟღერს ყველაფერი რაც წვინავს ყველაფერი ოქრო არ არის ჩემი სტუდენტობის დროს იყო და შენს გემახსოვრება ესეთი ბანკები იყო მაშინ ეხლა ბანკი საქართველოში ბერმა არ იცოდა რა იყო ახალი ხილი იყო კომერციული ბანკები და ოქროს თასი დრო და რაღაცა ბანკები იყო რომლებიც ამბობენ შემოიტანე ფული ჩვენთან და ყოველთვე მიიღე 20% და კარგად ჟღერდა ეხლა ისა ყველა გაკოტრდა მაგედი რო გაკოტრდა ვისადარებს და ანაბრები ვინ შეიტანა ის ხალხი ყველა გაკოტრდა შეიტანეს ჩემმა მეზობლებმა $100 აიღეს $120 კიდე შეიტანეს მე $200 აიღეს 240 და მესამე თვის დაკარგეს ხო და ეხლა გავიგე რომ კარგად ჟღერს ეს რომ გამოდი აქციაზე და დღეს საღამოს 8 საათზე ხაბეიშვილი მოახდენს რევოლუციას და ეს რა ქვია ივანიშვილი დაემხობა მაგრამ ცოტა ტვინიც ხო უნდა დაატანო რომ როგორც ის ბანკი ვერ გასცემდა 20% ყოველთვიურად იმიტომ რომ სოფლიოში არსად ეგეთი მოგება არ არსებობს ისე შეუძლებელი არის ეხლა რომ შენ გააკეთო რაღაცა დღეს საღამოს 8 საათზე რო გინდა ამას ჭირდება მზადება ამიტომაც ამას ჭირდება პრაგმატული გათვლა ამიტომაც ამაზე უნდა იყოს ამ თემაზე დისკუსია და მე კიდე ერთხელ მოუწოდებდი ყველას რომ გავმართოთ რა ხელისუფლებას რომ ვდებთ ბრალს რომ ემალება დებატებს აგერ ხელისუფლებამაც კი თანხმობა გამოაცხადა თუნდაც იმ რაღაცა დადგმულ დებატებში მონაწილეობაზე და ოპოზიციას რა აქვს ერთმანეთისაგან სპექტაკლია ეგ რო სპექტაკლი არის ასე ჩემ მაგალითზე ვიცი ყველა მიიწვიეს უკვე ხა თავიდან არ მithქვამს რომ თავიდან ვიცოდი რომ იტყობდნენ რომ აი რეიტინგული მაგათთვის რეიტინგული გირჩია ეხა დაუშვათ და ვინც არჩევნებში ჩვენზე მაღალი შედეგი უკვე ხო იყო რა 7 გადაცემა იყო და უკვე ისეთი ხალხი მიიწვიეს რომელიც სახელები გვარები კაცშულმა რო არის ის არც ერთ არჩევნებში რო არ მონაწილეობდნენ არც ერთი ხმა რო არ აუღიათ ჩვენმა პარტიამ აიღო მეხუთე ადგილი ბოლო არჩევნებზე გასაგებია რომ ეს არ არის რაღაცა ძალიან მაღალი შედეგი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხა არ მინდა ვინმეს ვაწყინვარე ისინი თუ მიიწვიეს ხო შეიძლებოდა რომ ჩვენც რატო არ მიგვიწვიეს ერთადერთი მარტივი კითხვა იმიტომ რომ დაწერილი კითხვებს ჩვენთან ვერ მოიტანენ და ვერ გვეტყვიან რომ იცით რა აი ამ თემაზე გააკეთე იცი რა კახა აქცენტები და ეგება ამ თემას არ შეეხო ხო გასაგები არის იგი მაგრამ ეგ ცალკე იყოს ოპოზიციონერებიც რატო არიდებენ თავს
როგორ შეიძლება იყოს ესეთი ჩამოკიდებული ხმარო აფინანსებს ხელისუფლება ყველაზე წამყვან ოპოზიციურ პარტიებს ბილიონებით და ეს რაღაც გავატაროთ. იმიტომ კი არა რომ იმ ხალხის ჯინი გვაქვს კაცო და რაღაცა იმათ ჩავყვეთ საფლავში. ის ხალხი რომ წასულიყო ამ არჩევნების შემდეგ და ეთქვა რომ всё აღარ გვინდა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, კაი ვიტყოდით რომ რაც მოხდა და დავივიწყეთ. ისევ აპირებს როგორც შენობა 2028 ისევ მისცემს საქართველოს ბანკი ამ ოპოზიციურ იმას რა ქვია ალიანს 20 მილიონს და ეთქვის რომ რაც გინდათ აკეთეთ, ოღონ ეს ფული ნახევარი სახში წაიღეთ და ნახევარზე მეტი და არჩევნებზე ნუ მოიკლათ თავს ის რო ეუბნება მეკარეს რო ეუბნება იპოლიტე ისე ნახტომი არ მივარგაო რო ეუბნება. ხო და ნუ გადახტები. აი ეს არის ამ ოპოზიციის დამფინანსებლების თავარი დავალება, ხო და ნუ მოიკლავს თავს, ნუ გადახტებით. უბრალოდ აჩვენეთ ასე ვთქვათ ილუზია ტელევიზიებში რომ ვითომ მონაწილეობთ არჩევნებში რომ ხელისუფლებამ კარგად მიგჩექმოთ და კარგად ასე ვთქვათ დაგჯიჯგნოთ და ისე და ისე მე მგონია რომ იმ ადამიანებმა ვისაც მართლა უნდა რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს ეს ეგრეთ წოდებული პროდასავლური ალიანსი და კიდე ხას უზამ არანაირად პროდასავლური იდეებზე და პროდასავლურ მიმართულებაზე არ უნდა. აი ეს რა ვიცი ოპოზიციური ალიანსი რაც არის, უნდა ვიცოდეთ რომ ეს არის ივანიშვილის უშიშროების მიერ შექმნილი პროექტი, რომელიც არაფერს ივანიშვილის რეჟიმის საწინააღმდეგოდ არ გააკეთებს. ერთ გამოსახლებაზე ვერ მოვიყვანეს აზა. აი შეიძლება იყოს ქვეყანაში ასეთი თემა, ნახევარი მილიონი კაცი არის პრობლემურ მოვალეებში, ვინც არ უნდა გავაჩეროთ ქუჩაში, ყველა გეტყვის, აი რო თქვა რომ სამი მთავარი პრობლემა ჩამოთვალე. ყველა ადამიანი დაგისახელებს საქართველოში რომ ბანკები როგორც მინიმუმ ამ სამიდან ერთ-ერთია და თავისუფალი საქართველოს გარდა მთელი ოპოზიციური სპექტრი დუმს. კეკელიძის ქუჩაზე რო იყო გამოსახლება, ხა მობილურები მაქვს რა და სამალი არის და ყველას პირადად ურეკავდი ზოგს მესიჯს უგზავნიდი რომ დაიქცა ქვეყანა, აგერ არის მთელი ხალხი ჩხუბია, მოდ არა სხვა გეგმები მაქვს, არა დღეს ვერ მოვალ, არა რაიონში ვარ. არ გამოვა ამ ოპოზიციიდან არაფერი. ეს ოპოზიცია არის შეკრული და ასრულებს ივანიშვილის დავალებებს თავიდან ბოლომდე. მე მინდა პატვიცემულო გახა დიდი მადლობა მოგახსენოთ სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა და დიდი პატივით დაგპატიჟებთ მომდევნო გადაცემებში, იმიტომ რომ თქვენი ანალიზი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების სწორი ჩამოყალიბებისთვის, იმიტომ რომ 200,000-იანი აქციები ამ ფაქტიურად ოპოზიციამ დაშალა. მე მინდა პატვიცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო დაგემშვიდობოთ. ეს იყო ჩემი ზაზა ხატიაშვილის საავტორო გადაცემა. ჩვენი სტუმარი იყო ცნობილი ნეობრივი პოლიტიკოსი ბატონი კახა. უღრმესი მადლობა.